გაურკვევლობასთან ყოფნა. გაურკვევლობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესაძლებელი მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანს ახასიათებს გარკვევის სურვილი და გარკვევის მცდელობები, რომელიც ითხოვს რაღაცნაირად თავ დაუზოგავ და დიდ ძალისხმევას და ენერგიის ჩადებას და ძალიან მოკლედ ენერგიას მოიხმარს ეს პროცესი. ხანდახან გავს კედელზე თავის რტყმევას ძალიან, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც რჩება გაურკვეველი, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რომ გაარკვიო. და ასევე მინდა გითხრათ, რომ იმისათვის, რომ გაირკვეს ადამიანი რამდენად გამძლეა ამ სიტყვის კარგი გაგებით. ერთი კარგი ტესტი არის, თუ შეუძლია მას თანაარსებობა გაურკვევლობასთან. და რატო არის ახლა ასე? რა ცხოვრებაში ყველაზე დიდი გაურკვევლობა საერთოდ? ნებისმიერი ცოცხალი ადამიანისთვის რა არის ყველაზე დიდი გაურკვევლობა, ხო? რა თქმა უნდა, სიკვდილი. ეხლა ადამიანების ისტორია მოიცავს იმას, რომ არიან ადამიანები, ვინც დაგიმტკიცებენ აბსოლუტური რწმენით, აბსოლუტური მტკიცებით, ამით, იმით, რომ რა ხდება სიკვდილის მერე იციან და მოყავთ ამის, არ ვიცი, ინფორმაცია მოაქვთ, ასე ვთქვათ, ესე რომ დავარქვათ. და არის მეორე კატეგორია ადამიანების, რომლებმაც ასევე იციან სიკვდილის მერე რა ხდება და ეს რაც ხდება არის არაფერი. და ეს ორივე კატეგორია ძალიან ცდილობს, რომ გამოარკვიოს ეს და თავს ირწმუნებენ და იჯერებენ, რომ რაღაცა იციან. და ორივე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შენ რელიგიურად გწამს, რა იქნება სიკვდილის მერე თუ ათეისტურად თუ დგები ამ საკითხს, ორივე შემთხვევაში იმშვიდებ თავს იმით, რომ რაღაცა იცი. ეს რაღაცა ცოდნის განცდა და რაღაცა ახსნის მდგომარეობა ადამიანზე რაღაცნაირად მოქმედებს. რა ერთ-ერთი გავრცელებული თავდაცვის მექანიზმია ჩვენი ფსიქიკის. ფსიქოანალიზის ენაზე რაციონალიზაცია, გეშტალტის ენაზე უფრო ფანტაზია და ჩვენ ესე ამ ფანტაზირებით ვავსებთ სიცარიელეს და იმ გაურკვევლობას, რასთან დარჩენაც ასე რთულია. მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური სხეული ჩვენი ფსიქოემოციური რომ წარმოვიდგინოთ, რომ კუნთია ყველაზე მაგრად ვარჯიშდება და ყველაზე ძლიერი ესე კუნთოვანი სისტემის გავარჯიშება ხდება ზუსტად ამით. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა, რომ ადამიანი მიეჩვიოს, რომ რაღაცა არის, რაც არის გაურკვეველი და რაღაცა არის, რაც არ იცის. და ამისი აღიარება, ამ გრძნობასთან, სიცარიელის გრძნობასთან დარჩენა, ამ ესე იგი ეს დანებება, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად დანებებაა, რომ მე რაღაცა არ ვიცი, ხო? და ყველაზე დიდი დანებება, ვინც გააკეთა ინტელექტუალების სამყაროში, ხო? მისი ფრაზა არის ყველაზე ცნობილი. მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. ესე იგი ეს ფრაზა საუკუნეებს გადმოწვდა, ნახე, რატო გადმოწვდა? იმიტომ რომ ეს იყო რაღაცნაირად აბსოლუტურად მამაცური აღიარება და მამაცი და გულწრფელი ჩახედვა სამყაროს სიღრმეებში, სადაც ჩანს, რომ რაც უფრო მეტი ვიცი, მით უფრო აღვიქვავ, რომ ნაკლები ვიცი. ესეთი პარადოქსია. სამაგიეროდ არიან ადამიანები და ამას ქვია დანინ-კრუგერის ეფექტი, რომლებიც ძალიან დარწმუნებულები არიან ხოლმე, რომ რაღაცა იციან. და ეს რაღაცა, როდესაც ესე დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ იციან, მერე ირკვევა ხოლმე, რომ შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ. მაგრამ დამარწმუნებლად კი ჟღერს ხოლმე. იმიტომ რომ ესეა, როცა რაღაცა ცოტა რაოდენობით იცის ადამიანმა, ოქ როგორ მიშლის ძაღლი ხელს ეხანე დაიცოდეთ. აბა გაეშვი ნაგავს. ხო. როდესაც რაღაცა დარწმუნებით იცი, უკვე შეგიძლია ეჭვი შეიტანო, რომ ხომ არ არის პირიქით. და თუ რაღაცაზე ადამიანი ცოტა ყოყმანის და რაღაცა დაფიქრების და ეჭვის მდგომარეობაშია, იქ ზუსტად მოდის განცდა, რომ შეიძლება რაღაცა იცის. ეს როდესაც უკვე სიბრძნე აქვს ადამიანს რა. ეხლა გაურკვევლობასთან ყოფნა კიდე რითი არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობა, ნახე. გაურკვევლობა არის რაღაცნაირად საზღვარი. აი მაგალითად ძალიან ყოფითი თემა რო ავიღოთ, ვიღაცას მივწერე და იმან არ მიპასუხა, ხო? არ მიპასუხა. და არის ახლა ესეთი სიტუაცია. თუ მე ველი
რომ იპასუხებს და მაინტერესებს რას მიპასუხებს და საერთოდ ამ ადამიანის მიმართ ინტერესი გამაჩნია. ვარ საკმაოდ, ესე იგი, კუნთების გასავარჯიშებელ მდგომარეობაში დარჩენილი და ეს კუნთები რაში მდგომარეობს? პირველი რეაქცია ჩემზე, როდესაც გაურკვევლობასთან დავრჩი, არის რომ სასწრაფოდ გავარკვიო, ხო? და ეს ჩემი რეაქცია და არსებობს მეორე რეაქცია, რომელიც ინტერპრეტირებს და ამბობს, რომ მე ვიცი რატოც არ მომწერა და მე დაიწყება ახსნა, რომ აი ამიტომ არ მომწერა, იმიტომ არ მომწერა, იმიტომ არ მომწერა, რომ პატივს არ მცემს, იმიტომ ქნა ეს, რომ ესე და ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ აქ ორივეგან გარკვევის ცდელობაშიც და ინტერპრეტაციაშიც რაღაც რეალობის მარცვალი ურევია ხოლმე. ანუ ჩვენ ტყუილად არ აღმოგვიცენდება ეჭვები და რაღაცა წარმოსახვები და პროექციები ფსიქოლოგიის ენაზე რო ვთქვათ. ამ პროექციაში რაღაცა რეალობის ნაწილი ურევია ხოლმე. ოღონდ მხოლოდ ნაწილი. და რაღაც ნაწილი კიდევ ჩვენი წარმოსახვებია, რომელიც მივაწერეთ ადამიანს, რომ აი არ მიპასუხა ამიტომ და იმიტომ. და ეხლა გეტყვით, აი პალიტრას, არ მიპასუხა იმიტომ რომ ვუყვარვარ. არ მიპასუხა იმიტომ რომ არ უყვარვარ. არ მიპასუხა იმიტომ რომ მოვენატრე. არ მიპასუხა იმიტომ რომ არ მოვენატრე. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არის აი ყველანაირი ინტერპრეტაციის მიცემა შეიძლება და იმ ადამიანს როცა იცნობ, რაღაცა საყრდენი გაქვს მასთან ურთიერთობის და რაღაცა სიგნალი გაქვს დაჭერილი, რის მიხედვითაც აგებ ფანტაზიას. და ამიტომაც რაღაცა ურევია სიმართლის მარცვალი ხოლმე. მაგრამ ძირითადად თუ მოახერხებ და ეს არის უკვე ეს ძალიან მაღალი დონის სკილია, ეხლა რასაც გასწავლით რა. მე თვითონაც ჩემმა სუპერვიზორმა მასწავლა და ძალიან მარტო ეს რომ ესწავლა, ალბათ ძალიან მადლობელი ვიქნებოდი ჩემი სუპერვიზორის. როცა რაღაც ხდება, პირველი რეაქცია, რასაც აძლევს სიტყვა გეუბნება, არის რეაქცია. და ადამიანის პიროვნება თავის კუნთებად რო წარმოვიდგინოთ, ისევ კუნთოვანი სისტემით ყალიბდება იქ, სადაც შეუძლია რომ ეს რეაქცია დააპაუზოს ცოტა ხანი და დარჩეს ამასთან და გააგრძელოს დაკვირვება. ანუ მივწერე, არ მიპასუხა, გავბრაზდი. ნახე, გავბრაზდი არის რეაქცია. ან მივწერე, არ მიპასუხა, ფეხებზე დავიკიდე, ესეც რეაქცია. მივწერე, არ მიპასუხა, დავიწყე ფიქრი, რომ არ ვიცი, ვერ მიტანს, ვეზისღები, უყვარვარ, ესავ არის ან ინტერპრეტაცია, ესეც რეაქცია. ეხლა თქვათ, მივწერე, არ მიპასუხა და ეხლა ურეკავ, მერე კარზე ვუკაკუნებ, მერე ფანჯარაზე კენჭს ვესვრი, მერე წერილს უგზავნი ბოთლით, ანუ ვცდილობ, რომ გავარკვიო. ესეც რეაქცია. მაშ რა არის? და ამას ქვია რეაქტიულობა რა. ამაში განა რამე ცუდია, ამას ჩვენს უაკეთებთ ადამიანები, მაგრამ რა არის ცოტა უფრო მაღალი პილოტაჟი რა? როგორ შეიძლება რომ ცოტა უფრო მეტად ვიყო მოჭიდებული რეალობას და არ მაკარგვინებდეს მე ჩემს საყრდენს ჩემივე რეაქციები. ანუ არ შევერწყა ჩემს რეაქციებს და ეს როდის ხდება, ნახე, მივწერე, არ მიპასუხა და ვარ გაურკვევლობაში. და უბრალოდ ვარ აქ და ვაკვირდები რა მოხდა და ზუსტად აღვწერ აქ დაამშამად რა არის, რაც მართლა არის და რა არის. მე მივწერე, იმან არ მომწერა. ეს არის რეალობა. რატო არ მომწერა, რისთვის არ მომწერა, რა გააკეთა და მე როგორ ვიგზენი თავი და ეს ყველაფერი არის ინტერპრეტაციები. და მხოლოდ აღწერაში არის ჭეშმარიტება რა. და მე თუ შემიძლია დავრჩე და გავბედო და ვთქვა, რომ უბრალოდ არ ვიცი რა მოხდა. და ისიც აღვიქვა რა ფანტაზიები წარმომეშვა, ჩემი პროექციები, რომ აი, ნახე, პირველი რაც ვიფიქრე, ის არის, რომ პატივს არ მცემს. ხო, საინტერესო, 1000 სხვა რამ შეიძლება და მე ფიქრავ, რომ მაინც ეს ამომიგდო ჩემმა ფსიქიკამ, ხო? დავაკვირდები ამასაც. ნახე, მე ვინარჩუნებ ესეთი დაძაბული სიტუაციის დროს, როცა გაურკვევლობასთან შეხება მაქვს, უნარს, როდესაც უკვე გავარჯიშებულია ჩემი ფსიქოემოციური კუნთი, ასე ვთქვათ, რომ არ გამოვიდე დამკვირვებლის როლიდან ესე რეაქტიულად და არ შევერწყა ჩემს რეაქციებს რა. შემიძლია ეს. პატარა პაუზა და პატარა პაუზას რო ავიღებ და რეფლექსიის ჩართვა რო შემიძლია, უკვე ყველა ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია. და ამასობაში მინდა გითხრათ, რომ არსებობს ესეთი არ ვიცი, მე გამომიცდია ეს ფენომენი, არ ვიცი ჯადოსნურია, არ ვიცი მისტიკურია, არ ვიცი უბრალოდ ფსიქოლოგიურია, ესე არ გამომიკვლევია, მაგრამ ხანდახან ზუსტად ეს დაპაუზებულ მდგომარეობაში რო ვარ და უბრალოდ რო ვაკვირდები, თუ შემძელი ეს ყოველს არ შემიძლია, რა თქმა უნდა, ხო? თავისით ამოტივტივდება პასუხი.
და უბრალოდ სანამ შენ ამ დაკვირვებას ახორციელებდი და უცებ თვალნათლივ თვალსაჩინო პასუხი ამოდის. მაგალითად, სანამ შენ აკვირდებოდი ამ შენს რეაქციებს, იმ სიტუაციას იქ რა მოხდა და ასე შემდეგ, უცებ ის მეგობარი თუ ვინც არის ადამიანი წერს, რომ ვაიმე, ჩემ შვილს ჰქონდა ტელეფონი და თამაშობდა და ეტყობა იმან ნახა შენი მონაწილე ბოდიში, ეხლავე გიპასუხებ, რაც მკითხე. ნახე? შეიძლება ესე მოხდეს. ბევრი სხვა რამ შეიძლება მოხდეს. შეიძლება ზოგჯერ მე რა პროექციაც მქონდა და რაც წარმოვიდგინე, ერთ-ერთში ასრულდეს. მე მომსვლია ეს. მე რაღაცნაირი პროექციის უნარი მაქვს რა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ვფიქრობდი, რომ თუ დამცალდა და მექნა იმის დრო და რესურსი, რომ სამეცნიერო კვლევა ვაწარმოო, ძალიან მაინტერესებს დავაკვირდე, საიდან ამოგვაქვს პროექციები, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ფენომენი, რასაც პროექციას ვეძახით, სხვადასხვა ადგილიდან წარმოიქმნება. ის ორი ხო ცნობილია, ჩემი გამოცდილება, ან ის რაც ჩემ თავში არ მომწონს. მაგებს არ მომწონს, არ მომწონს, რა მიშობა, ჩემ თავში არის რაღაც იმას ხედავ გარეთ, ეს ერთი ტიპის პროექცია და მეორე ტიპის პროექცია არის, რომ გამომიცდია რაღაცა და ეხა ველოდები, რომ იგივე მოხდება, რაც გამოვცადე და მე მგონია, რომ ამის გარდა სხვა ძირიც ახასიათებს პროექციებს. მაგალითად, მე მგონია, რომ ჩემი პროექცია იბადება ხოლმე შერწყმიდან. ანუ მე შემიძლია სხვა ადამიანს შევერწყა ხოლმე ემპათიით და მე მაქედან ძალიან ზუსტი პროექციები ამომაქვს. იმიტომ რომ შერწყმული ვიყავი. ჩემი თავი დავკარგე რაღაც მომენტი და ისე შევერწყი იმ ადამიანს, რომ შეიძლება თვითონ არ აღუქვია თავის თავში ის შინაარსები. ნახეთ თანასმიშვება. რაც მე აღვიქვი მასში. და კი პროექციაა მაინც, მაგრამ მე რაღაცა საათის სიზუსტით შვეიცარიული საათით ამისრულდება ხოლმე. აბა გავბძანდი. ოპა, ასე. всё. ხო, ასევე შეიძლება რომ პროექცია აღმოცენებული იყოს ჩემი აზრით სხვა დაცვის მექანიზმებიდანაც, დესენსიტიზაციიდან, დეფლექსიიდან, ინტროექციიდან და ასე შემდეგ. და საინტერესოა ძირი. ეგოისტური ზრახვა, განზრახვა საინტერესოა, რაც უფრო ნაკლებია ეს, მით ნაკლებია ხომ ხვდები უკუგება და შესაბამისად მეტი თავისუფლებაა. ხო, რას გულისხმობ, ზუსტად არ ვიცი, შემიძლია ჩემი პროექციები გამოვიყენო. რომ რაც უფრო ეგოცენტრული ხარ ადამიანი, მით უფრო ძნელია განჭვრიტო რა იქნება, იმიტომ მარტო შენ თავს უყურებ. და თუ სხვისი თვალებიდან გადმოხედვაც შეგიძლია უფრო ესეთი ლეგიტიმური ის გააკეთო წინასწარ ხედვა, ასე ვთქვათ, რა შეიძლება რომ მოხდეს და უფრო ასრულდეს. მაგრამ არც ეს ვარგა. საერთოდ კარგი არის, როდესაც საკუთარი თავის აღქმა არ იკარგება, მაგრამ რა ვქნა, მე ასე ვარ მოწყობილი, ჯერ დავკარგავ ხოლმე, მერე ვიბრუნებ. ესე ვშვები და ამასთანაც ოკეი ვარ. მიმღებლობა გზად და ხიდად. გაურკვევლობასთან ყოფნის მიმღებლობაც ძალიან ძნელია. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს იციან ხოლმე. და ამაზე აჭერენ ხოლმე манипуляტორი ადამიანები რა და საერთოდ ჩვენი ასე ვთქვათ თავისუფალი ნების გამოჭერა ამ გაურკვევლობასთან ყოფნის უნარობით ძალიან ადვილია. იმიტომ რომ ნახეთ ეხლა როგორი სიტუაციაა. და ეს ძალიან ცნობილი ის არის რა, სატყუ არა, რომ უნდა დააინტრიგო ადამიანი და თუ დააინტრიგებ ეხლა და იმან თუ არ იცის და უმალავ რაღაცა, შეიძლება არც არაფერს უმალავდე, მაგრამ ისეთი უნდა დაიჭირო, რომ უმალავ, გაიგე? და რაღაცა დააინტრიგო და იდუმალებით უნდა იყო მოსცული და ეს უნდა ქნა, ის უნდა ქნა და კი მოიზიდავ. რა თქმა უნდა მოიზიდავ. მაგრამ საერთოდ ესეთი კოუჩინგის და ამ ურთიერთობების ესეთი რჩევების მინუსი ის არის, რომ იმას იზიდავ, ვინც მართლა შენია, ძალიან მეეჭვება. და ავთენტურად როდესაც ფუნქციონირებ და ვცდილობ რომ განავითარო შენი ავთენტობა, ბევრს არ მოიზიდავ. შეიძლება ერთი ან ორი ადამიანი მოიზიდო, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მართლა გხედავენ და შენ მართლა ვისიც ხარ, და ეწყობი, ხო ისინი მოდიან და რაღაცა დროის ეკონომიაც არის ეს და ენერგიისაც რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა შეძლოს და განავითაროს გაურკვევლობასთან ყოფნა. ეხლა დღეს უსმინე, მთლიანად ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ თან სტარტაპზე ვმუშაობდი მთელი დღე, მაგრამ დღეს უსმინე ჰუბერმანისა და ალოკ კანოჯიას არაჩვეულებრივ პოდკასტს. და იქ არის ესეთი რამე, რომ
ფლირტი არის საკმაოდ რთულიო ახალი თაობისთვისო რა და ახალი თაობა საერთოდ წუწუნებსო რომ ურთიერთობები ძალიან გაგვიჭირდა ძალიან ბევრ ადამიანს აქ განცდა რომ აუტისტურ სპექტრზეა იმიტომ რომ უჭირს ინტერაქცია ბევრს აქ ეჭვი რომ არის ყურადღების დეფიციტის სპექტრზე და ასე შემდეგ ანუ ადამიანებს ძალიან დიდ ნაწილს აქვს სხვადასხვა ეჭვები რომ რაღაცა ფსიქიკური საკითხები ხომ არ ჭირთ და რეალურად რაც ხდება არის რომ ინტერაქციის უნარი დაიწია ძალიან წინა ლაივზეც ვისაუბრე ამაზე რომ შენ თუ კომუნიკაციას დახვეწავ იმდენად უკან არის წასული კომუნიკაციის უნარები რომ ეს ფაქტიურად გარანტიაა იმისა რომ წარმატებას მიაღწევ რაც შენ გინდა ავთენტურად და არა ეგოსგან ნაკარნახევ წარმატებას რომელიც უკვე აი მართლა ყელში ამოვიდა რა საქართველოში ისე მოდაშია ანუ ეს კომუნიკაციის უნარები უკან წავიდა და ერთ-ერთი მთავარი რა არის ხა კომუნიკაციის უნარების დროს რომ ადამიანს შენ ბოლომდე ვერ დაინახავ ეს არის აქსიომა რა აი სულ რომ შენი შვილი იყოს არ ვიცი ქმარი თუ ცოლი იყოს დედა იყოს თუ შენი ტყუპისცალი დაანძმარო იყოს შენ მასთან ურთიერთობის დროს გაურკვევლობის რაღაცა ნაწილი გექნება და ამ გაურკვევლობის ნაწილში გაქვს ისევ და ისევ ესეთი ვარიანტები. ერთი რომ შენი წარმოსახვებით შეავსო და დაიჯერო და ეგ წარმოსახვები შეგიძლია ნეგატიური იყოს და პოზიტიური და არც ერთი არ ივარგებს, იმიტომ რომ წარმოსახვებია და ურთიერთობას უშლის ხელს. შეგიძლია რომ რკვევას ცადო და ეს არის ძალიან მძიმე გამოცდილება, იმიტომ რომ ცდილობ რომ ადამიანი ამოხსნა და ვერ ამოხსნი, ანუ კედელს ურტყავ თავს ამ დროს და გინდა რომ აბსოლუტურად გაარკვიო იქ რა ხდება და აბსოლუტურად გაიგო თქვენი ურთიერთობა მისთვის რა არის და რას ნიშნავს და აბსოლუტურად ფიქსირებულად გაარკვიო რომ სიტყვაზე სერიოზულად გიყურებს ადამიანი თუ არა სერიოზულად თუ მეგობარია თუ შეყვარებულია თუ ასე შემდეგ რა ძალიან ბევრი რაღაცა არის რაც მეტნაკლებად გარკვევადია მაგრამ აბსოლუტურად არ არის გარკვევადი და ეს აბსოლუტიზმის განცდა რო აკლია ადამიანს ნევროტულად ცდილობს ხოლმე რომ აბსოლუტურად გაარკვიოს და ესეც მძიმეა ძალიან ჯერ ერთი ვერ გაირკვევა და მე ამაზე იმხელა ენერგია იხარჯება და მინდა გითხრათ რომ ეჭვიანობის აი პათოლოგიური ეჭვიანობის საფუძველიც ზუსტად ამაშია პათოლოგიურად ეჭვიანი ადამიანი ცდილობს რომ ბოლომდე გაარკვიოს რა ხდება და მისთვის წარმოუდგენელია რომ ისე გაუშვას ხელიდან ასე ვთქვათ კონტროლი რომ დატოვოს გები რომ აი რაღაცა პროცენტს ვერ გავიგებ და არის შანსი კი რომ მიღალატონ არის შანსი რომ საეჭვიანო შეიძლება მქონდეს მაგრამ მე ვერ გავიგო და ამისი შანსი სულ არის და არიან ადამიანები ვისაც უნდათ რომ ურთიერთობაში იყვნენ და ეს ეჭვიანობის რეალური საბაბები და ისინი არ დარჩეთ ყურადღების მიღმა და ეგ არის შეუძლებელი მაგის გარანტია რომ ცოცხალი ადამიანი თქვათ 100%-ით გამჭვირვალეთ დაინახავ და გეცოდინება ვინ არის ბუნებაში არ არსებობს ვერ იზავ ამას თუ იზავ კიდე ხარ არ ვიცი სტალინი ჰიტლერი ან რაღაცა საშინელება და ჯობი არ იყო ეგ და შენი ცხოვრება იცხოვრო ვიდრე აი ამ პარანოიაში თუ არც ვიცი რა ქვია ახლა ჩვენ ხო ვიცით სტალინზე ანეკდოტი დადის რომ ორი გემი მიცურავდაო ძალიან დიდი ლაინერიო და ინფორმაცია შემოვიდა რომ შესაძლოა ერთ-ერთ გემზე იმყოფებოდესო აგენტიო და რა ვქნათო როგორ გამოააშკარავთ ეს აგენტიო და სტალინმა უთხრა არ გამოააშკარავთ ორივე გემი ჩაძირეთო და სადღაცა ხო არის ერთი კაცი და ისიც მოკვდებაო რა გესმით რა არის ანუ რამხელა სურვილია კონტროლის ну ეხლა სტალინის შემთხვევაში პათოლოგიურია ეს მაგრამ თან ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და აჰა გააკეთა ეს ტირანული შედეგები დადო მაგრამ ეხლა პირად ლეველზე და საერთოდ ადამიანის შინაგანი განვითარება თუ არ დაიწყო და არ წავიდა 21 საუკუნეა და ალბათ ну 1-2 საუკუნე ინერციით შეიძლება გავქაჩოთ მაგრამ ისე შეიძლება ჩვენ თვითონ მოვიყვანოთ აპოკალიფსი რომელსაც ბევრი ადამიანი ასე ელოდება ხო არ არის გამორიცხული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სკილი, რომ გაურკვევლობასთან თანაარსებობა ადამიანმა ნელ-ნელა შეცვლოს. ამ შემთხვევაში, თუ გაურკვევლობასთან თანაარსებობა შეგიძლია და გავარჯიშებადია ეს კუნთივით არის, ამ შემთხვევაში შენ ფაქტიურად, ეჭვიანობაზე გააქვს უკვე ძალიან ისეთი ადეკვატური ამპლიტუდა, ანუ ისეთი არა, რომ შენი ცხოვრება დაგიმახინჯოს და გააფუჭოს ურთიერთობები ეჭვიანობამ, თორე ეჭვიანობა ადამიანურია, რა თქმა უნდა.
გარკვევის სურვილი გაქვს ასევე დარეგულირებული და არ ცდილობ ისეთ აბსოლუტურ რკვევას, რომელიც არის უტოპია და ვერ გაარკვევ და ამაზე არ ხარჯავ შენ თელ რესურსებს. მერე გარდა ამისა ნახეთ, ეხა კიდე რა არის. გაურკვევლობასთან რო რჩება ადამიანი, აი მაგალითად ბიზნესში რო გითხრათ, იმ დროს ირკვევა ვინ არის. თუ გაურკვევლობის წინაშე ადამიანმა დაიწყო, არ ვიცი, შიშების გენერირება და ფობიები, ვაიმე რა იქნება, ვაიმე ეს იქნება, ის იქნება და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი, ჯერ მზად არ არის მაინც, რომ განავითაროს ის საქმე და ის პოზიცია რაშიც დგას, იმიტომ რომ ფაქტურად რისკი გაურკვევლობასთან ყოფნის დროს არსებობს კი, იმიტომ რომ არ ვიცით რა გაირკვევა, რისკია ეს, მაგრამ სიცოცხლე ეგეთია. სხვა ყველაფერი არის ილუზია. შენ თუ განცდა გაქვს, რომ ყველაფერი გაარკვიე და 100%-ით დაინახე ადამიანი და 100%-ით ენდობი და ეხლა აქედან გადავალ ფანატიზმზე პირდაპირ. ნახეთ, ნებისმიერი ის სიტუაცია, სადაც რაღაცა გაურკვევლობა არის და ნეტა რა ხდება, ესეა, ისეა, ეს კითხვები თუ გიჩნდება, არის ჯანსაღი. ძალიან კარგი გარემოა ეგ, შენ თუ გიჩნდება კითხვები და მით უმეტეს თუ კითხვების დასმა შეგიძლია, გარკვევის ცდელობა შეგიძლია, ან ხვდები რომ რაღაცას ვერ გაარკვევ და ასე შემდეგ, ესე იგი რეალობას ეხები. მაგრამ თუ შენ აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ რაღაცა ესეთია ან ისეთია და აბსოლუტური რაღაცა ფანატიკური რწმენა გამოძრავებს, აი მაგ დროს ხარ ნამდვილად ილუზიაში. ეს მე მასწავლა ჯერ კიდევ გაგან იჟარაძემ 20 წლის რო ვიყავი, კონსერვატორიაში ვსწავლობდი მაშინ, მაგრამ ფსიქოლოგია მაინტერესებდა უკვე და დამატებით არჩევით საგნად ავიღე ფსიქოლოგია. წავედი და გაგან იჟარაძემ დაგვისვა ესეთი კითხვა, რომ აი არჩევნებშიო, ხმას როგორ აძლევთო ადამიანები რა? ჩვენ მაშინ ახალგაზრდები ხო ვიყავით ძალიან და ხმის მიცემის უფლება უკვე გქონდა და აი რა ნიშნით იღებთო ამ გადაწყვეტილებას გვკითხა 20-21 წლის ხალხი ვართ. ну რაღაცები ითქვა და მე რა უთხარი იცი? მე არავის ხმას არ ვაძლევ მეთქი, იმიტომ რომ არავინ ბოლომდე არ მომწონს თქო. 100%-ით რომ მომეწონება, მე მივცემ მეთქი ხმას და იცი რა მითხრა და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მაგასაკისთვის ეხა მე რაც თქვი ძალიან დამახასიათებელია. ადამიანი ასეა მოწყობილი თავიდან, რომ ან შავია რაღაც, ან თეთრია. ესე ფუნქციონირებს, შავ-თეთრ აზროვნებას ეძახიან და ასე მითხრა, მე კიდევ გირჩევ რომ თუ რაღაც 100%-ით მოგეწონება, აი იმას არ მისცე ხმაო. იმიტომ რომ თუ 100%-ით მოგწონს და 100%-ით ნათელია შენთვის და 100%-ით ენდობი და 100%-ით ზუსტად იცი რომ ეს ესეა, აი გიმალება ზუსტად ილუზია და შეცდომა. ასევე არის სიკვდილთან მიმართებაში თუ ვიღაცა 100%-ით არ დამარწმუნებლად საუბრობს რომ იცის ზუსტად რა იქნება, ტყუის. შეიძლება თავის თავსაც იტყუებს. ან თუ ვიღაცა ამბობს რომ არაფერი არ არის სიკვდილის მერე და 100%-ით ვიცი ეგაო, ეგეც ტყუის და თავის თავსაც იტყუებს. და რეალობა მანდ არის რომ არ ვიცით. ძალიან ძნელია ადამიანი შეეგუოს და თვალებში ჩახედოს იმ რეალობას რომ რაღაცა არ იცის, მით უმეტეს საკუთარ თავზე. ძნელია. ნუ სხვა ადამიანზეც ძნელია ხოლმე, მაგრამ ეგრეა. და თუ გამძლეობა გაქვს რომ მაგ დროს ტორტმანი არ დაიწყო და არ შეგიტორტმანდეს თელი სამყარო რაღაცა გაურკვეველი დარჩა შენს წინაშე, ხო? აი ამ შემთხვევაში გაქვს პოტენციალი რომ ისწავლო, განვითარდე, წინ წახვიდე და მართლა გაარკვიო რაღაცები უფრო მეტი ვიდრე იცი. აი თერაპია იდეაში არის გარკვევა საკუთარი თავის და შენ ცხოვრებაში რა მოხდა? კარგად იმის დამკვირვებლის განვითარება რა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აკრიფო. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, უფრო ადეკვატურად პასუხობ მე რეალობას. კი, ამაზეა. მაგრამ დამკვირვებლის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ რა არ ვიცი ჩემ თავზე და გარემოში ეგ შევამჩნიო. და ეგ ძალიან დიდი ინფორმაციაა, როდესაც მე ჩემი დამკვირვებლით ვამჩნევ სად მაქვს შავი წერტილი და შავი ლაქა. და არ მგონია რომ ყველაფერი დავინახე, ყველაფერი გავიგე, ყველაფერი ვიცი. ყველაფერი ისედაც ცხადია. აი ხა მე რომ არ ვიცი 5 თუ 6 წელი გეშტალტ თერაპია რო ვისწავლე, ეხლა ადამიანი ჩემთვის არის როგორც გადაშლილი წიგნი და მე ყველაფერი ვიცი ადამიანზე და ასე შემდეგ. არა. ეს არის ილუზია, თუ ესე ვიქნები და მეორე პოლუსი ამ ილუზიის არის ხოლმე რომ არაფერი არ ვიციო ადამიანი იტყვის. ხა ის ფრაზა რომ მე ვიცი რომ არაფერი ვიცი, ფილოსოფიური ფრაზა არის. მეორე სხვა ძალიან მარტივად შეგიძლია გადაამოწმო რომ რაღაცა იცი. აი მაგალითად მე ვიცი რომ ეხლა არ ვიცი, ვაშლი რომ ხელში დავიჭირო, გაუშვა, ძირს დაეცემა. ვიცი რა.
მომკალით და ვიცი რომ ეგრე მოხდება. საქმე იმაშია რომ ეს რამდენჯერმე ცდა ჩავატარე და დავინახე რომ ვარდება ეს ვაშლი და მეცნიერულადაც დამტკიცებულია რომ გადავარდება. რაღაცა ალბათობა სამყაროში არსებობს რომ ანიჰილირდეს და მთელი სამყაროც გაქრეს. ეგ მეცნიერები იტყვიან მაგაზე ზუსტად რა ალბათობა, მე არ მახსოვს ეხლა, 0.00 რაღაცა 1% არის, ბევრი ნოლიანი აქ წინ. ეგეც არსებობს კი ბატონო, მაგრამ ძირითადად, შეიძლება ასე ამაზე დაყრდნობა და საყრდენად გამოყენება და ამიტომ ეხლა ფანატიზმზე უნდა გავაგრძელო. ესე იგი, მთელი აღმოსავლური ფილოსოფია თუ ფსიქოლოგია, რომელიც აღმოსავლური ფილოსოფიიდან ამოიზარდა, დგას იმაზე, რომ 100%-ით რაღაცასთან შერწყმა არის ძალიან მძიმე არჩევანი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს გაუცნობიერებლად. ცნობიერებით ალბათ ამას არიზავს არავინ. და რა ხდება ეს 100%-ით შერწყმა? კარგს შეერწყმები, ცუდს შეერწყმები, სიკეთეს შეერწყმები თუ ბოროტებას შეერწყმები, 100%-ით რაღაცას იჯერებ და აიგივებ საკუთარ თავთან, ეგ არის თვითონ პრობლემა რა. ეგ არის აცდენაც, ილუზიაც, ფანატიზმიც და ყველაფერი ცუდის მომტანი ადამიანის ცხოვრებაში. და აი რა ხდება? გავრცელებულია ხა დღეს უკვე ცოდნა, რომ რელიგიური ფანატიზმი არ ვარგა. აი იმისი მტკიცება რომ მე ზუსტად ვფლობ ჭეშმარიტებას და თქვენ საწყლებო დანარჩენებო თქვენ არაფერი არ იცით და ეს მე ვარ აქ რელიგიურად განსწავლული და ვქადაგებ ეხლა იმ ერთადერთ ჭეშმარიტებას რომელსაც თურმე მე ვფლობ. ხო და ის საცოდავი ბნელი ინდოელები და ბნელი ისინი რა ქვია ევროპელები თუ ბნელი ამერიკელები ეგ უბედურები ნახეთ სადამ აქ ჯერ აბჯენილი ამპატავნება ჯერ მაქედან გამოდი მაგრამ ნუ კარგი ეგეც თუ არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში მე ფლობის განცდა რომ აქ რო ჭეშმარიტებას ვფლობ, ეს დღეს უკვე ადამიანებმა შენიშნეს, რომ ფანატიზმია, თავმდაბლობას გამორიცხავს, პიროვნულ ზრდას გამორიცხავს, ცვლილებებს გამორიცხავს და ის ყველაფერი რაც არ იზრდება, ეს რას ნიშნავს? თუ წინ არ მიდიხარ, სად მიდიხარ, ესე იგი სამყაროს კანონია, მიდიხარ უკან. და მაგაზე თუ მაინდამაინც რელიგიური ადამიანი მისმენს, ეხლა იმასაც ვიტყვი, რომ სახარებაში ეგეც წერია, რომ თქვენი ცოდნა აღემატოს იმას, რაც წიგნში წერიაო, ამიტომ წერია ეგ. რატო უნდა აღემატოს? იმიტომ რომ უფრო მეტი განვითარება უნდა შემეძლოს და თუ მხოლოდ იმას ვიმეორებ 100%-ით, რაც წიგნში წერია და ეგ ამაქვს ფანატიკურად ესე შერწყმული ჩემს თავში, ხო? მე შეიძლება ქრისტე მოვიდეს და ვერ დავინახო. და პირდაპირ უწერია მე მოვედი და ვერ დამინახეო და მე ქრისტე იძახესო და ვერ გავიგე რა უნდა და ამ ხალხსო ხო ეხლა მე მიყვარს ისეთ ადამიანურ ენაზე საუბარი და თუ იმეს რაღაცა არ ვიცი შეურაცხყოფის გრძნობა ადგება აქ ნამდვილად ეს არ არის ჩემი ჩანაფიქრი პირიქით პატივს ვცემ ჯანსაღ რელიგიურ განცდებს და არა ფანატიზმს მაგრამ ეს ცნობილი ფანატიზმია და ეხლა ნაკლებ ცნობილი ფანატიზმი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ძირითადად აი გარდატეხის ასაკიდან ესე 25 წლამდე ადამიანების ცხოვრებას ძალიან ესე მართავს მძლავრად და შეფუთულია როგორც უკიდურესი სიკეთე, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და ნუ რაღაც როგორ გითხრა საკმაოდ ძიმე რამე არის რა და ამაში თან ადამიანებს ესე აჯერებენ და ასწავლიან რომ სიცოცხლის საზრისი დევს და ეს არის სიყვარული. ესე იგი ჩვენ საუკუნეში ქალის და კაცის ან რა ვიცი გინდაც ერთსქესიანთა ვისაც ერთმანეთი უყვართ სიყვარულის მიმართ ასე შეფასება რომ რა არის ეს რა მოვლენა ისეთი გადაჭარბებულია და ისეთი ფანატიკურია რომ არ ვიცი აი რა გითხრათ რა ეს ფანატიზმი ასუნთქებს ხოლმე ახალგაზრდა ადამიანებს აი სადღაც 15-დან ესე 25 წლამდე და რაღაცა სიყვარული სიყვარული და დედა სიყვარული და გეგონება სიყვარული თუ არ იქნა ცხოვრებაში ხო ესე იგი სიყვარულის გარეშე ცხოვრებას აზრი არ ქონია მთლად ესე იგი ეს ჩვენი ამხელა ცხოვრება და სულიერი თავგადასავალი რომელიც არ ვიცი საერთოდ რო ათეისტი იყო ადამიანი მაინც გაოცებული ხარ ხო რომ ეს რა ჯადოსნურ სამყაროში გაახილე თვალები და აქ რა ხდება საერთოდ ამ სამყაროში და დაყვანილი აქვთ აი ამ ერთ რაღაცა ჭეშმარიტებამდე და ფანატიკურად არიან ხოლმე გამობღაუჭებულები რომ სიყვარული არიქა სიყვარული და ესე იგი სიყვარულის გამო ეს უნდა ქნა და ის უნდა შეწირო და თავის მოსაკლავად უნდა იყო მზად და აი რომეო და ჯულიეტა და და არის ერთი ამბავი და მინდა გითხრათ რომ რელიგიურ ფანატიზმზე ნაკლები მდგომარეობა ეს არ არის ესე გამოვიდა რომ მე როგორც პიროვნება დეფინირებული ვარ და შემოსაზღვრული ვარ და აბსოლუტურად ესე იგი დეტერმინირებული ვარ იმით
როგორ სიყვარულს გამოვცდი ცხოვრებაში და რამდენად თავით ესე 100%-ით გადავემხობი იქა და თავგანწირვა რამხელა მექნება. თუ თავგანწირვა მექნება დიდი, ხო? აი ყოჩა ხო, მაშინ კარგია. არ ვიცი ეს საიდან ამოიზარდა და თან ეხა ნახეთ რელიგიური ფანატიზმის აღმოჩენა დღეს 21 საუკუნეში ადამიანს არ უჭირს. ძალიან ადვილია, საკმაოდ ადვილია დაინახო, რომ რაღაცა ფანატიზმისკენ მიგათრევენ. აი თუ გეტყვიან, რომ სხვა ყველაფერი დაიკიდე და მარტო ილოცე და ღმერთი მოგცემს ფულს და ხელი აღარ გაანძრიონ უმუშაობ და ასევე შეიძლება ეზოთერული სწავლებები შემოგატენონ ასეთივე ფანატიზმით, ესეც არსებობს, რომ პურის ჭამა რადგინდა შენ ახლა არ ვიცი ეზოთერულად რაღაცები გააკეთე და საჭმელი თავისით მოფრინდება ესე ფრთებით. მე სპეციალურად ახლა უტრირებ, რომ სასაცილო როა გამოჩდეს. ან რა გვინდა ისა რა ქვია დენის გადასახადების გადახდა. როდესაც სიყვარული გვაქვს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და დენის გადასახადების დედაცვატირე გაიგე და გონიათ ახლა ადამიანებს, რომ ხინკალი და შოკოლადის შედარება ოკეია და ვაფშე სხვა განზომილება არის. წყალში რო გადავარდე და ღმერთს რო უთხრა რომ ღმერთო მიშველეო, ხო? იმას იქიდან სურვილი თუ ეგნა გეტყვის რომ ხელი გაანძრია და გეშველება შედალოცვილო, ხო? ანუ წყალში ხარ რა. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ხო მართალია? და აი ასე გაფანატებულად აქვთ მოტანილი და ამას ძალიან ხელი შეუწყო ფილმებმა, რაღაც რომანტიკულმა მულტფილმებმა, რაღაცა იმებმა. მოკლედ აპოთეოზად აქვთ ქცეული, ესე იგი სასიყვარულო რომანტიკული თავგადასავალი და აქ მიდის ახლა ძალიან დიდი ამბები რა. რაღაც როგორ გითხრა რიტუალები, რომელსაც არ ქვია რიტუალი და არც ცნობიერდება რომ რიტუალია. ეგ შეიძლება იყოს, არ ვიცი, რაღაც კანარის კუნძულებზე დასასვენებლად წასვლა, რაღაცა ქორწილების გადახდა, რაღაცა ყვავილების ჩუქება, რაღაცა როგორ გითხრა ერთად ფილმების ყურება, თუნდაც და ნებისმიერი სხვა რამ, რომელიც აყვანილი არის ფანატიკურ დონეზე. ანუ ესე თუ არ არის. ვაი, იმის პატრონს უბედურს, ვინც ამაში არ ზის რა. ანუ რელიგიასავით აქვთ გახდილი. ხო და მინდა გითხრათ, რომ შერწყმა არც სასიყვარულო გრძნობებთან ჩემი აზრით არ არის ჯანსაღი. და მეცაც გეტყვით, რაც თუ ესე 100%-ით ადამიანის სასიყვარულო გრძნობაში არის შერწყმული, ესე იგი სად არის ილუზიაში და თუ ილუზიაშია, ესე იგი უყვარს, ძალიან მეეჭვება. ძალიან საეჭვოა. ოღონდ ეხლა ამავე ჩემი დისკურსის პარალელურად მე ადრე გავაკეთე ერთი ვიდეო. ავთენტური მეს გაუცნობიერებელი ცხოვრება, ასე ერქვა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ზედაპირი ხოლმე, ეს ფანატიზმი, ეს გადარევა, ეს რაღაც შერწყმა 100%-ით და თუ ის ადამიანი შენთან არ იქნება სიცოცხლე რო არ გინდა და თუ იმ ადამიანს ისე არ უყვარხარ, რომ შენ გამოსიკვდილზე წავიდა, რომ ესე იგი არ უყვარხარ და აი ესეთი ფანატიკური შავთეთრი აზროვნების პარალელურად ადამიანები, რომლებიც დიდხანს ერთად არიან, რა თქმა უნდა, იქ გაუცნობიერებლად არის ნამდვილი ავთენტური მეების შეხვედრაც. უბრალოდ ესენი საკმაოდ ტანჯულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, იმიტომ რომ ზემოდან დაშენებულია რაღაცა სოციალური კონსტრუქტი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ განსვლაში და კონფლიქტშია აი ამ ნამდვილ ავთენტურ ორი მეს შეხვედრასთან და როგორც წესი ნელ-ნელა ანადგურებს ამ ბმას, რომელიც მოხდა წყვილს შორის. და ეხლა ნათელ მაგაზეც მოგიყვანთ და ამით დავხურავ რა. ეხლა ჩვენ ვართ დედამიწაზე და ასე გვინდა თუ ისე გვინდა გვწამს თუ არა მიღმური ცხოვრება და წინა ცხოვრება და მომდევნო თუ რა რწმენებისაც არ უნდა გქონდეს, ეხლა ფაქტია, რომ აქ და ამჟამად ვართ დედამიწაზე და რაღაცა როლები სამყარომ მოგვანიჭა. გნებავთ სამყარო დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ფუნქციონირებთ იმით, რომ ზოგი ქალია, ზოგი კაცია, რანაირი იდენტობაც არ უნდა გქონდეს, რაღაცა იდენტობა ხო აქვს. და ამ იდენტობის მიხედვით ფუნქციონირებთ რა, რაღაცა როლები გადანაწილდა და ესე ვცხოვრობთ. ამავდროულად ჩვენ გვაქვს საჭიროებები, მატერიალური საჭიროებები, ემოციური და სულიერი საჭიროებები. ყველას აქვს მასლოუს პირამიდას გაეცანით. შესაბამისად, გვაქვს ერთ-ერთი ძალიან ფუნდამენტური მოთხოვნილება, რომელიც არის კონტაქტი.
და კონტაქტის მოთხოვნილების დროს, როცა ვახორციელებთ კონტაქტს, იქიდან გამომდინარე, რომ ცნობიერება ჯერ კარგად არ გაგხსნია და არც ინსტინქტი ისე აღარ გვიმუშავებს, როგორც ადრე გვიმუშავებდა, როცა უფრო ცხოველებისკენ ვიყავით, ვიდრე ამ ახალი ადამიანისკენ. აქედან გამომდინარე, რომ არ გაგხსნია ეს ცნობიერება კარგად, ჩვენ კონტაქტის ხელოვნება დახვეწილი არ აგვაქვს. და ეხლა რა ხდება? ბავშვი, რომელიც იბადება და მას აქ თავარი შეგვიძლია დავიყვანოთ ერთ ინსტინქტზე. უდიდესი ინსტინქტი არის, რომ იკონტაქტოს, იმიტომ რომ ეგ არის გამრავლება და გადარჩენა. აბა მიდი გამრავლდი და გადარჩი, თუ შენ კონტაქტი არ შეგიძლია, ვერ იზავ. აი ამება რო იყო, მაშინაც ვერ იზავ მაგას. კონტაქტი გჭირდება იმისთვის, რომ გამრავლდე და გადარჩე. შესაბამისად, დაუოკებელი მოთხოვნილება არის კონტაქტის. ბავშვი რო დაიბადება და ეხლა რა დახდება მას? კონტაქტის მცდელობაზე იღებს ტკივილს. ადეკვატური რაოდენობა არსებობს ტკივილის და ეგეც კონტაქტის ფორმაა, ფრუსტრაცია და უარი და რაღაცა რო არ გამოდის, რაც გინდა. და სწავლობ, რომ ვაანახე, ყველაფერი არ გამომივა. ან სწავლობ, რომ დავრბივარ და წავიქცევი ზოგჯერ. ეგ აბსოლუტურად ოკეია, მაგრამ არსებობს არაჯანსაღი დოზა ამ ტკივილის, რომელსაც კონტაქტის დროს იღებს და იღებს და მერე მოდის აპათია. არაფერსაც არ გრძნობ ამბობს და საერთოდ არ მინდა კონტაქტი. ეს არის სიტუაცია, სადაც ღირს რომ უფრო ადრეც თუ მივალთ ფსიქოთერაპიაზე, თლად გადასარევი, სანამ გვტკივა ადამიანს, რომ ტკივა ჯობია მაგ დროს მივიდეს, მაგრამ თუ დიდხანს ითმინა ეს ტკივილი, ასე ვთქვათ, გატρუხდება ეს და მერე მოდის აპათია. ანუ სიცარიელია რა, არც მტკივა, არც მიხარია, არაფერი არ არის მოცემული. და აქედან გამოსვლა ფსიქოთერაპიის დროს ხდება ისევ ტკივილის დაბრუნებით ჯერ. ამიტომ ფსიქოთერაპია მტკივნეული პროცესია. არ იფიქროთ, რომ ვარდები და იებია იქ დაფენილი. აუცილებლად ჯერ ტკივილი დაბრუნდება. იმისთვის, რომ მერე დაბრუნდეს კონტაქტის სურვილი და სილამაზე ადამიანის ცხოვრებაში. და ეს ყველაფერი ახლა მე რასაც აღგიწერთ, ხო, საით მიმყავს და როგორ მიმყავს. ეს ორი ნამდვილი ავთენტური მე რო ხდება ერთმანეთს. მიზანი ფანატიკური სიყვარული და ვენების ჭრა და თავის მოკლა და ვინ რამხელა ყვავილს მიიტანს და ეს კი არ არის. ეს არ არის მიზანი. მიზანი არის კონტაქტი. რომელიც ავსებს, რომელიც სიახლეს მოიტანს, რომელიც გამრავლებას მოიტანს, რომელიც შთაგონებას მოიტანს, რომელიც რისკს მოიტანს, განვითარებას მოიტანს. ბევრი რამ მოაქვს კონტაქტს ძალიან. და არ არის ეს ავთენტური მეების ნამდვილი კონტაქტი არ დასცალდებათ ხოლმე ამ სოციალური კონსტრუქტის ქვეშ. ნელ-ნელა ანგრევს ამ ნამდვილ კონტაქტს, რომელიც რა თქმა უნდა შედგა ეხლა წყვილი 10 წელი ერთად რო არის, იქ ავთენტური კონტაქტის ხაზი რო არ იყოს, ხო 5 წუთი ვერ გაჩერდებიან ერთმანეთთან დამიჯერეთ. მაგრამ იმ ხაზს ნელ-ნელა აზის და აცამტვერებს სოციალური კონსტრუქტით შეტენილი რაღაცა, აი მაგალითად, არ ვიცი, 5 წელია ერთად ვართ პირობითად და რატომ ვენებს არ იჭრის ჩემი ქმარი ჩემზე პირობითად რა რატო არ იჭრის ვენებს აი იმისმა ქმარმა ვენები გადაიჭრა და ამისმა გადაიჭრა და იმან აგური ჩაიწყა თავში და ამან ეს გააკეთა და რაღაცა შედარებები მიდის რა და თუ კი რომეოს ესე უყარდა ჯულიეტა ჩემს ქმარს რატო არ უყარვარ ესე ძალიან და რაღაცა ფანტაზიები არის მოტანილი აბსოლუტურად სოციალური გამოგონილი ფანატიზმიდან და ესე იგი ეს თავს ესხმის იმას რაც არის აქ და ამჟამად ნამდვილი და ნამდვილი არის რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით გვაქვს კონტაქტი გვაქვს რაღაცა სიახლე რომელიც ერთმანეთისთვის მოგვაქვს ჩვენი არაცნობიერი კიდე სადღაც გაუცნობიერებელ ნაწილში არის ისე დაკავშირებული რომელიც ახსნადი არ არის ეგ კიდე სხვა ფენომენია და აი ეგ არის ზუსტად ის გაურკვევლობა რომელიც არ გაირკვევა და რომელიც მისაღებია რომ ეგეთია მე ზუსტად არ ვიცი რატო ვარ ამ ადამიანთან კავშირზე გაუცნობიერებულ და არც იმან არის ეს მთელი ცხოვრების გამოწვევაა რომ ეგ გავარკვიოთ და შეიძლება 90 წლისები რო ვიქნებით გავარკვიოთ რა კავშირია ჩვენ შორის რა სიკვდილის წინ მაგრამ იქამდე ძალიან ძნელია მაგრამ თუ ფანატიკური მოთხოვნები გვექნება ჩვენი და რაღაც პერფექციონიზმის მოთხოვნები გვექნება ეგ მკვდარი სივრცეა ეგ არაფერს არ დაბადებს კონტაქტს გააჩნია, ბოზობაც კონტაქტია, მაგრამ არასწორი კონტაქტია და არაწმინდა. მინდა გითხრა ალექსანდრე, რომ არ ვიცი რას გულისხმობ ბოზობაში, მაგრამ თუ იმას გულისხმობ, რომ ადამიანები ფულის სანაცვლოდ ერთმანეთთან სექსით კავდებიან, ეგ კონტაქტი არ არის. მინდა გითხრა.
არ არის ეგ კონტაქტი. კარგი კომენტარი დამიწერე და მადლობა, იმიტომ რომ შენ ახლა მომეცი მე კარგი ესეთი მოსაწვევი, რომ ავხსნა რა არის კონტაქტი და რა არის უკონტაქტობა. იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ერთმანეთს ველაპარაკებით, ვეხებით, შეიძლება სექსი გვაქვს, მაგრამ ეგ კონტაქტი არ არის. არ არის კონტაქტი ჩვენ შორის. ეგ შეიძლება მოხდეს. და როგორ ხდება ეგ? როდესაც ჩვენ როგორ გითხრა, მექანიკურად ვიმეორებთ რაღაცებს, რაღაცა როგორ გითხრათ, რაღაც ელემენტარული კომუნიკაციის დოზა როგორ არ არის. ეხლა საერთოდ რო არაფერი არ იყოს, რა ვიცი, ვაკუუმში ვიქნებოდით, მაგრამ ნამდვილად კონტაქტი, ის კონტაქტი, რომელიც ჩვენ შინაგან ბავშვს უნდოდა, რომ დაიბადა იმ წამიდან. ანუ სიახლის მომტანი, კონსტრუქციის მომტანი, შთაგონების მომტანი, გამრავლების და გადარჩენის მომტანი, განმავითარებელი, რისკიანი, ცოცხალი, ცვლადი ბატონო ჩემო, იცით, რამდენი ამის თქმა შემიძლია კონტაქტზე, ეგ არ არის. ამ შემთხვევაში ეგ არ არის. ამ შემთხვევაში არის რაღაც ისევ სოციალური რაღაცა წესჩვეულებიდან გამომდინარე და უძველესი პროფესიაა, ხო მართალია ეს პროსტიტუცია, რაღაცა შეთანხმება იქ ფულზე გაცვლილი და გამოცვლილი რაღაცა ურთიერთობის, რომელიც რეალურად არ არის ურთიერთობა და არის თავის მოტყუება. მეცაც გეტყვით, ეხლა ფროიდი ხო ამბობდა, რომ სექსი არის ტაბუს ქვეშო და პერსი ამბობდა, რომ სიყვარული მოექცა ეხლა და ემოციები ტაბუს ქვეშ. არ უნდა გიყვარდეს რა. ნახეთ ადამიანები როგორ არიან, ჯერ არ უნდა გიყვარდეს, არ უნდა გიყვარდეს. ეხლა 21 საუკუნეში ესეთი უცნაური მდგომარეობა გვაქვს. არ უნდა გიყვარდეს და მარტო რაღაც არ ვიცი, პარტნიორი უნდა იყოს თუ რაღაცა უნდა იყოს და თუ გიყვარს, მე გიჟივით უნდა შეგიყვარდეს, გაიგე? და არ არის, არც ერთი არ არის. არც ის არის კონტაქტი და არც ეს გიჟი გადარეული სიყვარული არ არის კონტაქტი და ძალიან რომანტიზებულია და შეფუთულია ლამაზად, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, მე ახლა ხო ამ გადასახით და ყელში მაქვს ამოსული რა. ადამიანი რომ მიწყებს, რომ მეუშენო სიცოცხლე არ შემიძლია, გავბივარ, გეფიცებით. ეს თუ ვინმე მითხრა, შევა გადავირიო რა. უკვე. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ მე არ მელაპარაკება ამ დროს, თავის ილუზიას ელაპარაკება, რომელიც მე მომაწერა. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში ილუზია და გაურკვევლობა იქნება ორივე და ეს ოკეია, მაგრამ მნიშვნელოვანია საფუძველში რა არის და თუ საფუძველში ილუზია არის, არ მინდა ეგეთი ურთიერთობა, აღარ. 17 წლის რო ვიყავი, ქონდა გამართლება იმის, რომ მე რაღაცებს ვერ ვხედავდი და ეხლა ბევრ ამას ვხედავ ძალიან და ხო იცით ის მიმი შემხვდა ერთი ძალიან მომეწონა რომ მკითხონო რომ მოსე რატო არ ახარ ავხსნიო, ვეტყვიო რომ არა ვარ მოსეო და თუ მკითხეს რომ ტასო რატო არ ახარო, აი მაგის ახსნა გამიჭირდება. ეგ ამბავია რა. კარგით, მოკეთ გისურვებთ რომ გაურკვევლობასთან ყოფნის ექსპერიმენტები ჩაატაროთ. და ნახავთ თქვენ თვითონ როგორი სასიამოვნო გრძნობა, როდესაც ხედავ რომ გაურკვევლობის დროს პანიკაში აღარ ვარდები. ან გარკვევის რაღაც ფანატიკურ ცდილობებს არ იწყებ. და იქ ფანატიკურ სიყვარულშიც რა არის, ნახე? თავს იტყუებენ ეს ადამიანები, რომ მათ გაარკვიეს, რომ მთელი სიცოცხლე ერთმანეთი ეყვარებათ და ეს მათი სიყვარული არის სამუდამო. შეიძლება მართლა არის, მე არ ვიცი, მაგრამ მაგის წინასწარ თქმა აუცილებლად თავის მოტყუება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება. აი ეს თორე შეიძლება მე 80 წელი რო გავიდეს გამოირკვეს, რომ ზოგჯერ რომ ესე იყო. მაგრამ სანამ 80 წელი არ გავა წინასწარ მაგისი თქმა არის ილუზია. აი ეს ამბავია. აბა კარგად იყავით.